ბოლო პერიოდში ამ მწყდარ პოლიტიკურ სკანდალებს ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, კერძოდ კი 18 იანვარს ტელესკანდალი შეემატა. იმედის დილის წამყვანებმა სალომე გოგიაშვილმა და დათო ქაცარავამ უცხოური შოუ-ბიზნესური სიახლეების გაცნობის შემდეგ ელტონ ჯონის უმცროსი ვაჟი ასე ვთქვათ შეიბრალეს, რადგან მას ორი მამა ეყოლება. გულწრფელად მეწოდება ელტონ ჯონის ორივე სუროგატის შვილი. ნამდვილად ამშულს ელტონ ჯონის შვილის, რო გაიზრდება ორი მამა რო ეყოლება, ნამდვილად არ აქვს საღარბიელო მდგომარეობა მინდა კითხვა. LGBT საზოგადოებამ ამ ამბავთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა და სალომესა და დათოს სიტყვებს ჰომოფობიური უწოდა. მოგვიანებით ტელეკომპანიამ ბოდიში ქრონიკის საშუალებით მოიხადა. ტელეწამყვანები კი რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს, რომ ისინი უსამსახუროდ დარჩნენ. პრაიმ ტაიმში სწორედ სალომესა და დათოს პრესკონფერენცია გაიმართა. ისინი იურისთან ერთად მოწვეულ ჟურნალისტებს არსებულ სიტუაციაზე ესაუბრნენ. პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად საწყენი არის ის, რომ დღესდღეობით ჟურნალისტის უფლებები დაირღვა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენი, იმიტომ რომ მსგავსი პრეცედენტი არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ტელევიზიას დაუცვია თავისი ჟურნალისტი. ალბათ გარკვეულწილად რაღაცა კუთხით ტელევიზიას უნდა დავეცავით. ქრონიკამ მოიხადა ბოდიში. მე ვთვლი და ვაფიქსირებ კიდევაც, რომ არ ვთვლი, რომ ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც ვაპირებ ბოდიშის მოხდას. დილის ეთერში ამის პროპაგანდა, რომ ძალიან კარგია, რომ ერთსქესიან ოჯახმა კიდევ დამატებით მეორე შვილი შეიძინეს და ამის რაღაცა ძალიან გაღიმებული და ძალიან ბედნიერი გამოცხადება, მე მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული. თუ ერთი მხარე იცავს თავის გარკვეულ უფლებებს, ამ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოს მეორე მხარის უფლებები, რაც ვფიქრობ, აი ამ სიტუაციაში დაფიქსირდა. არ შეიცავდა ვინმე შეურაცხყოფას, ეს იყო წუხილი გამოხატული წამყვანების მხრიდან ბავშვები ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვების შვილების საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა არ ვეთანხმები, თუმცა ეს არის ტელეკომპანია იმედის, ასე ვთქვათ, მენეჯმენტის გადაწყვეტილება, მოიხადოს ბოდიში ან არ მოიხადოს, ეს მათი გადაწყვეტილებაა. სკანდალში გახვეული ტელეწამყვანები თავს დამნაშავედ არ გრძნობენ და არც ტელეიმედის პოზიციას იზიარებენ. ჩვენ შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია, ამბობენ სალომე და დათო. ისინი ეთერში 18 იანვრის შემდეგ აღარ გასულან, თუმცა გათავისუფლების შესახებ მხოლოდ ორშაბათს ეცნობათ. თან კონტრაქტიც იდებოდა და ანუ რამოდენიმე დღეზე იყო საუბარი. თითქმის ესე იყო და ამიტომ მე იმეჩი ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ და ანუ არ მქონია რაღაც იმის განცდა, რომ აქ შეიძლებოდა ეს კონტრაქტი ან არ დადებულიყო, ან მსგავსი ფაქტი მომხდარიყო. ჩვენთვის ეს ცნობილი გახდა ორშაბათს უკვე ჩვენ გქონდა საუბარი გენერალური დირექტორის მოადგილესთან, რომელმაც დააფიქსირა, რომ ხელმოუწერელი არარსებული კონტრაქტი, რომელიც ჩვენ არ გვინახავს, აღარ გაგრძელდება ერთვიანი. ესეც ჩვენთვის გარკვეული სიახლე იყო. დანაშაულზე ლაპარაკი საერთოდ ამ შემთხვევაში არ არის, იმიტომ რომ შეიძლება იყოს კანონის დარღვევაზე. რეალურად ის შემთხვევა, რომ ამათ არ ქონდათ ხელშეკრულება, ზოგადად ეს არ არის ტრაგედია, არ არსებობს კონტრაქტი შრომითი და ზოგადად ესენი როდის მივიდნენ კომპანიაში, იქ არიან თუ არა დღესაც, წამოვიდნენ, გამოუშვეს, ანუ ზუსტად აი ამ ორგანიზაციული პრობლემატიკის გამო, რომელიც არის თქვათ მენეჯმენტში, ზუსტად აი ესე ღიმილით შეიძლება ამაზე ვისაუბროთ. წამყვანები იმედის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ აპირებენ. ამ დროისათვის სალომე გოგიაშვილსა და დათო ქაცარავასთან მიმართებაში საზოგადოების აზრი კვლავ ორად გაყოფილი რჩება. ნაწილი მათ განცხადებას ჰომოფობიურს ეძახის და კიცხავს, მეორე ნახევარი კი იმედის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გადაჭარბებად აფასებს.